ეს კანონები არის სხვადასხვა სფეროში მოქმედი, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი მთავარი რამ, ეს ყველა ცვლილება, რომელიც ძირითად აქტებში შევიდა, ეხება არსებულ კონტექსტს ეხმიანება და ხდება უფრო რეპრესიული სახელმწიფო აპარატი იმისთვის, რომ ადამიანებს აღარ ქონდეთ პროტესტის გამოხატვის სურვილი აღარც საჯარო სამსახურში და აღარც ქუჩაში. ამას ეხება ეს ცვლილებები, რადგან შეკრება მანიფესტაციების შესახებ კანონში შევიდა იმგვარი ცვლილებები, რომლითაც მაგალითად პირვადის ტარებაც კი შესაძლოა ჩაითვალოს სამართალდარღვევად, რადგან ფორმულირება ძალიან ზოგადია და წერია, რომ როგორც ნიღბის, ასევე რაიმე ფორმით სახის დაფარვა არის დასჯადი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ასევე გამკაცრდა სანქციები უკვე არსებულ მუხლებზე, რომელიც ისედაც იყო ამ კოდექსში და გამკაცრდა ძალიან. ანუ ეს რაღაცა ორჯერ კი არ გაორმაგდა მაგალითად ჯარიმა, ზოგჯერ ეს გაათმაგდა და ესეთი ჯარიმები მაგალითად რაც ისჯებოდა 500 ლარით, დასჯადი გახდა 5000 ლარით. ამას დაემატა კიდევ ერთი უფრო ფართო და ზოგადი საფუძველი, როგორიც არის პრევენციული დაკავება. ეს კარგად რომ გავიგოთ რას ნიშნავს, ეს არის შემთხვევა, როდესაც პოლიცია აკავებს ადამიანს ისე, რომ იმ ადამიანს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ეს არის მხოლოდ პოლიციელის ვარაუდზე დაფუძნებული რაღაცა მოლოდინები, რომ ეს პირი ჩაიდენდა მომავალში სამართალდარღვევას და აი ამის პრევენციისთვის იყენებს დაკავების, აი ამ შეზღუდველ მეთოდს იმისთვის, რომ ადამიანი უბრალოდ 48 საათით იზოლატორში გამოკეტოს და მას აღარ მისცეს თუნდაც პროტესტს მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის შესაძლებლობა აი ამ თავისუფლების აღკვეთის პერიოდში. ნიღბების აკრძალვა მშვიდობიანი შეკრების დროს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ჩანაწერია, რომელიც გაჩნდა კანონმდებლობაში. ეს არ ღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ვენეციის კომისიას აქვს შეფასებები ანალოგიურ კანონმდებლობებთან სხვა ქვეყნების მაგალითზე და ნათქვამი აქვს, რომ ასეთი ბლანკეტური აკრძალვა, პირდაპირ აკრძალვა იმისა, რომ არ ატაროს პირმა რაიმე ფორმით სახის დამცავი საშუალება წარმოადგენს დარღვევას საერთაშორისო სტანდარტების და ეს რატოა პრობლემური? პრობლემურია რამდენიმე თვალსაზრისით. პირველი, იმიტომ რომ როდესაც ნიღაბს იკეთებს ადამიანი, მოქალაქე, მას ამის რამდენიმე საფუძველი შეიძლება ქონდეს, ან ერთობლივად, ან ცალ-ცალკე. მაგალითად ის, რომ არ სურს მომავალში ანგარიშწორების სამიზნე გახდეს და როდესაც რეპრესიულია ეს მანქანა, შესაძლოა სახის დაფარვას ეს მიზანი ქონდეს, რომ შემდგომ ის არ გახდეს დევნის მსხვერპლი, რისი მაგალითებიც გვინახავს. მეორე, ეს არის ჯანმრთელობის დაცვა, როდესაც მაგალითად სპეციალური საშუალების წიწაკის სპრეის თუ სხვა სპეციალური საშუალების გამოყენებისას ადამიანი ამ ნიღბით იცავს საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასეთი აკრძალვა მაშინ და თქვენ სწორად აღნიშნეთ, მაშინ როდესაც პოლიციის წარმომადგენლები ამოსაცნობ ნიშნებსაც კი არ ატარებენ, რაც ასევე დარღვევაა და თვითონ არიან წარმოდგენილნი ნიღბებით, გულისხმობს იმას, რომ ეს ცვლილებები მიზნად ისახავს დამატებით რეპრესიას, დამატებით წნეხს. ცვლილებები შევიდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. ეს ცვლილებები ძალიან საგანგაშოა, იმიტომ რომ საჯარო სამსახური პოლიტიზირებული ხდება. მანამდე თუ პოლიტიკისაგან დაცლილი უნდა ყოფილიყო ეს სფერო და საჯარო სამსახური პროფესიული ასპარეზი უნდა ყოფილიყო საჯარო მოხელეებისთვის, ახლა ისინი აი ამ ზეწოლის, ზემოქმედების მანქანას დამატებით შესაძლოა ვეღარ გაუძლონ, იქიდან გამომდინარე, რომ მას ემატება რეორგანიზაციის ძალიან იოლი ფორმები, რეორგანიზაციის საფუძვლით ადამიანის გაშვება საჯარო სამსახურიდან გამარტივდა, ასევე გათავისუფლების შემდგომ რაიმე გარანტიები, რაც არის მაგალითად აღდგენა სამსახურში, განაცდურის ანაზღაურება და ამ შემდეგ და მუდმივად იქნება იმ წნეხის ქვეშ, რომ თუ რაიმე მისი გადაწყვეტილება, მისი პოზიცია, მისი საჯაროდ დაფიქსირებული მოსაზრება არ მოეწონება პოლიტიკურ რეჟიმს, ის შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს. როდესაც კანონი არაკონსტიტუციურია, როგორც წესი, ეს საჩუქრდება ხოლმე საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ ახლა როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არ არსებობს არანაირი ნდობა, იმის გამო, რომ მას აქვს მიღებული ძალიან ცუდი გადაწყვეტილებები და პირდაპირ თანხმედრაშია ხოლმე ეს ქართული ოცნების ინტერესებთან, იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, ასეთ პირობებში ამ მექანიზმის გამოყენება აზრს კარგავს და პირიქით ეს არის დროის კარგვა.
ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ადამიანებს, რომლებსაც ეს რეპრესიული კანონები შეეხებათ, მზად ვართ რომ დავეხმაროთ სამართლებრივად, გავუწიოთ კონსულტაცია თუ სხვა ფორმით დავეხმაროთ სამართლებრივ ბრძოლაში და ამასთან დაკავშირებით ისევე როგორც წინა პერიოდში ჩვენ მზად ვართ რომ ეს მომსახურება გავუწიოთ ადამიანებს, რომლებიც დაზარალდებიან რეპრესიული კანონების შედეგად.